ერთი ვიდეო გადავწყვიტე შემოგთავაზოთ და ამ ვიდეოს ქვია ხაზს ზემოთ და ხაზს ქვემოთ ფიქრი. Thinking above and below the line. ესეთი კონცეფცია შემხვდა და ძალიან მასმერერად შემხვდა, ძალიან აქტიურად ვიყენებ და მგონია რომ ძალიან პრაქტიკულია და მინდა რომ გაგიზიაროთ, ცოტა ჩახუჭუჭებული შეიძლება მოგეჩვენოთ, ესე იგი რა ხაზზეა ლაპარაკი, რომლის ზემოთ შეიძლება ვიყოთ და რომლის ქვემოთაც შეიძლება ვიყოთ, ხო? და ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, ესე იგი რა არის ეს ხაზი, ამაზე ვისაუბრებთ, რამდენ დროს ატარებ ხაზს ზემოთ და ხაზს ქვემოთ, როგორ იღებ გადაწყვეტილებებს, ესე იგი ხაზს ზემოთ და ხაზს ქვემოთ, კომუნიკაცია საიდან გაქვს, მენეჯმენტის დროს, როგორც მენეჯერი სადახარ და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ იგულისხმება დაახლოებით ესეთი ჰიპოთეზა, რომ თქვენ გეცოდინებათ, რომ ესე იგი არის ადამიანის რაციონალური ტვინი, ასე ვთქვათ, და არის დინოზავრის ტვინი, ასე ვთქვათ, აი limbic brain, მოკლედ რომელსაც დინოზავრის ტვინსაც ეძახიან, რომელსაც ძალიან საბაზო უნარები აქვს, ასე ვთქვათ, და ეხა ადამიანის ტვინი, რომელიც შედარებით ეხლახანს წარმოიშვა ევოლუციის შედეგად და ადამიანშია, მოკლედ ეს არის ძალიან კრეატიული, ძალიან პროდუქტიული და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანში ის დინოზავრი ცოცხალია, ასე ვთქვათ. საკმარისია ადამიანი შეშინდეს, საკმარისია საფრთხე დაემუქროს, საკმარისია კონფლიქტში შევიდეს, დასცხესო ხანდახან ვამბობ ტრეინინგებზე, როცა სავარჯიშოს ვაკეთებთ, უსამართლობას იგრძნობს ადამიანი, დაბნეულობას იგრძნობს და ეგრევე გადავა თავდაცვით რეჟიმში და ზუსტად აი ამ ხაზზე არის ლაპარაკი. თქვენ რო დაძებნოთ ინტერნეტში კარგ ვიდეოს იპოვით, სადაც აი ეს ვიზუალი, ასე ვთქვათ, როდესაც არის ადამიანის თავი ხატია და არის მის გვერდზე ხაზი გავლებული და ქვემოთ არის რაღაცნაირი შავბნელი სამყარო, ხაზის ქვემოთ და ხაზის ზემოთ არის რაღაცნაირი ფერადი და პოზიტიური სამყარო, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც დროს ნებისმიერი ადამიანი, ესე იგი მე, თქვენ და ყველა ჩვენგანი, ვატარებთ ხაზს ქვემოთ და რაღაც დროს ვატარებთ ხაზს ზემოთ, ხო? ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის ეს ხაზს ქვემოთ და რა არის ხაზს ზემოთ, რა. ჩვენ ვამბობთ, რომ ხაზს ზემოთ მაშინ ვართ და შეიძლება ვთქვათ, რომ ვართ ხაზს ზემოთ, ანუ above the line, როდესაც გამოძრავებს შენი საყვარელი საქმე, მაღალი პასუხისმგებლობა, შედეგის მოტანის სურვილი, ცნობის მოყვარეობა, ღრმა ანალიზის საშუალება გაქვს, ოპტიმიზმი, თამაში ხალისი, ზრდა, ინოვაცია და ასე შემდეგ. ანუ აი პოზიტიური რაღაცები, რაც გაფიქრდებათ, როცა თავისუფლად ხარ, სამსახურებრივ რეალობაზე ვიფიქროთ, თუნდაც, როდესაც ხარ თავისუფლად, წყნარად, მშვიდად, ოპტიმისტურად ხარ განწყობილი და იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს, ცნობის მოყვარეობას ღვიძავს შენში, პასუხისმგებლობა გაქვს გუნდის მიმართ, ორგანიზაციის მიმართ, მოკლედ აი ეს ითვლება, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, above the line, ხო? მაგრამ ხაზის ქვემოთ რა ხდება, აი ამ შავ-თეთრ სამყაროში. მან ბატონობს ეჭვები, ეჭვი გეპარება შენ თავში და სხვებში, ეჭვიანობაც აქ არის, შიში მეშინია, რომ საქმე გაფუჭდება, დავისჯები და ასე შემდეგ. სურვილი, რომ სხვას ვაჯობო და სხვას მოვეწონო, ანუ მე თვითონ ვერ ვპოულობ ჩემში პოზიტიურ ენერგიას და მინდა, რომ ვიღაცამ დამიდასტუროს, რომ ესე კარგი ადამიანი ვარ და კარგად ვმუშაობ, მან მეფობს უსაფრთხოების საჭიროება, რომ რაღაცნაირად ჯობია, რომ საქმე არ ავიღო და ჩემთვის მშვიდად ვიყო, რომ ინიციატივა არ დაისაჯოს, შესაბამისობა მინდა, რომ წესებს დაუჯერო, ასე ვთქვათ, და არ გადაუხვიო წესებს, ისევ რომ არ დავისაჯო და ასე შემდეგ, ხო? ხო და ამ რეჟიმშიც ყველანი ვართ პერიოდულად და იმ რეჟიმშიც ყველანი ვართ, ხო? ყველას აქვს სიტუაცია, როდესაც შეხვედრა დაიწყო, დავიწყე ფერად პოზიტიურ კონტექსტში და უცებ აღმოჩნდა, რომ რაღაცეები ვიღაცამ შემომიტია, ან დაიძაბა, ან ორი მენეჯერი ორგანიზაციის ერთმანეთს შეერკინა თათბირზე და რაღაცნაირი ნეგატიური ემოცია, ხალხი ჩაჩუმდება, რომ მიიხედოთ, მოიხედოთ, სახის გამომეტყველებიც კი შეეცვლებათ და მოკლედ ამინდი შეიცვლება, რა და
შეიძლება დაიწყოს შეხვედრა above the line და დამთავრდეს below the line. დილას შეიძლება იყოს above the line და დღის განმავლობაში რაღაც მოვლენები განვითარდეს, დღის მეორე ნახევარში უკვე იყო ხაზს ქვემოთ, ხო? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რატომაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, არის რომ გაიაზროს ნებისმიერმა ადამიანმა ამ ვიდეოს მაყურებელმაც და მეც და ყველამაც რამდენ დროს ატარებს, როგორი ცხოვრება გაქვთ, რამდენ დროს ატარებთ ხაზს ზემოთ, სამსახურებრივ კონტექსტზე არის ახლა უფრო მეტად ლაპარაკი და რამდენ დროს ატარებთ ხაზს ქვემოთ. იმიტომ რომ თუ ხაზს ზემოთ ატარებთ დროს, ეს გამოიწვევს თქვენ გაზრდას, ეს გამოიწვევს თქვენი რესურსების გაძლიერებას, განვითარებას, წინსვლას და ასე შემდეგ. და ის დრო, რომელსაც ხაზს ქვემოთ ატარებთ, არაფერს პოზიტიურს და კარგს წესით არ გამოიწვევს. და თუ ისეთი გარემოა, ან თქვენი განწყობაა ისეთი, რომ ხაზს ქვემოთ ყოფნა უფრო ჭარბობს ხაზს ზემოთ ყოფნას, მაშინ ალბათ ისეთი გარემოა, რომელიც ან უნდა შეცვალოთ ეს გარემო, თუ თქვენ კონტროლს ექვემდებარება, ან უნდა გაეცალოთ მაგ გარემოს. თუ მენეჯერი ხართ და კომპანიის ხელმძღვანელი ან ჯგუფის, დაფიქრდით თქვენ როგორ გარემოს უქმნით თქვენ თანამშრომლებს. ხაზს ზემოთ ამყოფებთ თქვენ თანამშრომლებს თუ ხაზს ქვემოთ, ხო? რამდენ დროს ატარებენ მე საკონსულტაციო პროექტებს რო ვაკეთებ კომპანიების მენეჯმენტთან, მენეჯმენტის გუნდებთან ამ საკითხს სხვადასხვაგვარად ვეკითხები, რომ აი რამდენი დრო იხარჯება რაღაცა პრობლემის უსიამოვნო რაღაცებზე, რამდენი დრო იხარჯება პოზიტიურ და კონსტრუქციულ და კარგ საქმეებზე და აი ვცდილობ, რომ ეს პროპორცია დავიჭირო და დავინახო ორგანიზაციაში თითოეული მენეჯერისთვის და მთელი მენეჯმენტის გუნდისთვის, ასე ვთქვათ, როგორ გამოიყურება ეს სიტუაცია, ხო? სანამ გავაგრძელებთ, მინდა მადლობა გადაუხადოთ ამ ვიდეოს სპონსორებს. სანამ თემას დავუბრუნდებით, ერთი სათხოვარი უნდა გაგიზიაროთ. Flowmaster-ის YouTube არხის და ამ ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი პრაქტიკული ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. მენეჯმენტის, პროექტების, ბიზნეს კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, საოფისე უნარების მიმართულებით. მინდა გთხოვო, შეხვიდე ვიდეოს აღწერაში და შეგვივსო ფორმა, სადაც გაგვიზიარებ რა თემებზე გაინტერესებს და გჭირდება ტრეინინგები შენ და შენს ორგანიზაციას. ჩვენი ტრეინინგების ყველა დეტალი ასევე არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. დარეგისტრირდი და შემოუერთდი უახლოეს ჯგუფებს. გავაგრძელოთ საუბარი უკვე პრაქტიკული რჩევებისკენ წავიდეთ, ანუ პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, რომ როგორ შემიძლია მე თვითონ რომ ვიყო უფრო მეტად ხაზს ზემოთ, მეტი დრო გავატარო და სხვებსაც როგორ შეუქმნა ისეთი გარემო, რომ ხაზს ზემოთ იყვნენ, ხო? ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მოკლედ თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს, რომ ადამიანებს უნდათ ხაზს ზემოთ ყოფნა და თუ არ ჩავიყვანთ ხაზს ქვემოთ, ფაქტიურად თვითონ შეეცდებიან, რომ ხაზს ზემოთ იყვნენ. თუმცა ისიც რეალობაა, რომ არსებობს ტოქსიკური ადამიანები, რომელიც ჯანსაღ პოზიტიურ ადამიანები ჩაყავთ კურილკაში იქნება თუ სად იქნება, ჩაყავთ ხაზს ქვემოთ, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მენეჯერებმა, ამ შემთხვევაში და ლიდერებმა შევეცადოთ, რომ გარემო იყოს პირველი ისეთი, რომ შენ თვითონ შეინარჩუნო შენი თავი ხაზს ზემოთ, ანუ პოზიტიური განწყობა და კრეატიული და დადებითი და ოპტიმისტური შეინარჩუნო შენ თვითონ და სხვებსაც შეუქმნა ასეთი გარემო. დავფიქრდეთ იმაზე, როგორი ქცევა მენეჯმენტის და კოლეგების მხრიდან ჩაიყვანს გუნდის წევრს და ან მთლიან გუნდს ხაზს ქვემოთ და როგორი ქცევა ამოიყვანს ხაზს ზემოთ ადამიანს, ხო? აი პოზიტიური ფიდბექი ეგრევე გაგახსენდებათ, რომ პოზიტიური ფიდბექი ამწევია, ხაზს ზემოთ ამომყვანია. კონსტრუქციული ნეგატიური ფიდბექი კარგად თუ არის გაკეთებული, იქ იმედია გამოთქმული, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ისიც ითვლება, რომ ოპტიმისტურ ნოტაზე დამყენებელია, ხო? მომავალზე საუბარი, ხედვაზე საუბარი, კარიერას განვითარებაზე საუბარი ხაზს ზემოთ ამოყვანას უწყობს ხელს, ხო? სოციალური ურთიერთქმედება და რავი, მოკითხვა და თბილი დამოკიდებულება
შესრულება ემპათიის გამოხატვა ხაზს ზემოთ ამოყვანას უწევს ხელს. საქმის გარჩევა თუნდაც პრობლემები იყოს კონსტრუქციული და მეგობრულ ტონალობაში გარჩევა და თათბირები, სადაც ხალხი ერთმანეთს პატივისცემით, თუნდაც პრობლემებზე ლაპარაკობს, პატივისცემით ხაზს ზემოთ ამოვყავართ, ხო? თავისუფლება, კეთილგანწყობა, შეცდომების მიმღებლობა, რომ შეგვეშლება, მაგრამ პროგრესი უნდა გავაკეთოთ. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, რომ შეცდომის დაშვების უფლება მაქვს თუ არა მაქვს. კონსტრუქციული უკავშირი, ეს ყველაფერი არის ხაზს ზემოთ ყოფნის, ასე ვთქვათ, ვიტამინები, ხო? ეხლა მაშინ რა იწვევს ხაზს ზემოთ ჩასვლას? ტოქსიკურობა, ჭორაობა, სიმკაცრე მენეჯმენტის მხრიდან, იერარქიის ძალიან მკაცრი დაცვა, უფროსობა, უმცროსობა, შეცდომების მიმართ მოუთმენლობა, ბრალის დადება ადამიანებზე, ხო? თამაშის გაურკვეველი წესები, რომ დღეს ერთი სტანდარტია, ხვალ მეორე, ორმაგი სტანდარტები მენეჯერული, ხო? ანუ ხშირი ცვლილებები და თან ახსნის და განმარტების გარეშე ცვლილებები, ეს არის რაც იწვევს ხაზს ქვემოთ ყოფნას და რაც შხამავს ფაქტიურად ადამიანებს და იმ ხალხსაც, ვისაც აქვს რესურსი და აქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ ხაზს ზემოთ იყოს, ისინიც კი ჩაგვყავს ხაზს ქვემოთ. და ხშირად მენეჯმენტი ან თვითონ მონაწილეობს ამ ნეგატიურ ამბავში, დინამიკაში და ან უბრალოდ თვალებს ხუჭავს იგივე ტოქსიკურ ადამიანებზე და ასე შემდეგ, ხო? ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებზე ფიქრისას და ლაპარაკისას ვიფიქროთ თვითონ ადამიანს რა ამოძრავებს. არსებობენ, ჩვენ ვლაპარაკობთ, აი კურილკის ლომებს ვახსენებთ ჩვენი მენეჯმენტის ტრეინინგში და არის ადამიანი, რომელიც მარტო სამსახურ რეალობაში კი არა, საერთოდ ხაზს ქვემოთ ყოფნას არის მიჩვეული, ხო? და რავი, ქართულ ფეხბურთზე დაელაპარაკები, სახელმწიფოზე, ისტორიაზე, წარსულზე თუ მომავალზე თუ ევროპაზე თუ რა ყველაფერზე, ხაზს ქვემოთ შიშით და ნეგატივით და იმით ლაპარაკობს, ხო? ეგეთი ადამიანები უნდა ვიცოდეთ, რომ მთელ ჩვენ შემადგენლობას ეკაჩებიან, ასე ვთქვათ, ხაზს ქვემოთ და აი კურილკაზე როცა ლაპარაკობთ, კურილკა ზუსტად ის ადგილია, რომელიც ცდილობს, რომ ჩვეულებრივი ჩვენი მუშა ფუტკრები, ყველაზე პროდუქტიული ხალხი ჩაითრიოს, ასე ვთქვათ, ხაზს ქვემოთ, ხო? ეხლა პრაქტიკულად რა შეიძლება გავაკეთოთ ეს ცოდნა როგორ გამოვიყენოთ, ხო? ხო, პირველ რიგში გამოიწერეთ, ესე იგი ჩვენი არხი, ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს და თუ მოგწონთ ეს ვიდეო, მოიწონეთ თვითონ ვიდეო, YouTube-იც და ჩვენც ამით ვხვდებით როგორი ვიდეოები შემოგთავაზოთ მომავალში. ეხლა დაუბრუნდეთ ხაზს ზემოთ და ხაზს ქვემოთ ფიქრს, ხო? გაანალიზეთ თქვენი გუნდის ან კომპანიის გარემო. ვინ ქაჩავს ხაზს ქვემოთ სიტუაციას? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ხაზს ზემოთ ეკაჩებიან, ასე ვთქვათ, ადამიანებს პოზიტივისკენ. თქვენ როგორც მენეჯერი ან სხვა მენეჯერები, კოლეგები, ტოპ მენეჯერები, შიშს და უსამართლობას და ორმაგ სტანდარტებს ხوار ნერგავენ, ასე ვთქვათ, ან შემთხვევით ესე ხوار გამოსდით. ზედმეტი სიმკაცრე ხوار არის, ზედმეტი იერარქიულობა ხوار არის, ხო? როდის და რითი უბიძგებთ ხოლმე და როდის გამოგვდის, რომ ხაზს ზემოთ იყოს ხალხი და როდის და რა შემთხვევაში გამოგვდის, რომ ხაზს ქვემოთ ჩაგვყავს თქვენ კონკრეტულ გარემოში, თქვენ კონკრეტულ კომპანიაში, ხო? როგორ შეიძლება იმ დროის მაქსიმიზაცია, როცა პოზიტივზე მუშაობ და ჩვენ თვითონაც ხაზს ზემოთ ავარ და სხვებსაც ხაზს ზემოთ ვამყოფებთ, ხო? ჩვენი მენეჯმენტის ტრეინინგებში ზუსტად მაგას ვცდილობთ, რომ ყველაფერი დელეგირება იქნება, ფიდბექი იქნება, თათბირი იქნება, საქმის წარმოება იქნება, შემოწმება, გაზომვა, შევეცადოთ, რომ ყველაფერი იყოს მეგობრული, პატივისცემით, კონსტრუქციული და ფაქტიურად ამითი მაქსიმიზაცია გავაკეთოთ ხაზს ზემოთ ყოფნის, ხო? და რაც მთავარია, ისაუბრეთ ამ თემაზე გუნდის წევრებთან, კითხეთ ინდივიდუალურად იქნება თუ ჯგუფურად, რომ შენ როდის გრძნობ ხაზს ზემოთ ყოფნას, როდის გრძნობ, რომ პოზიტიურად ხარ, დაფასებული ხარ, საინტერესო საქმეს აკეთებ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენი one-on-one-ები ერთ-ერთზე შეხვედრები, რომელიც მენეჯმენტის ტრეინინგში ვიყენებთ და უზიარებთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომ თითოეულ თანამშრომელთან ჩაუღრმავდე და მიხვდე, ვინ როდის არის ხაზს ზემოთ, ვინ როდის არის
ხაზს ქვემოთ, მაგრამ პირველი ვისითაც უნდა დაიწყოთ ეს სამუშაო, რა თქმა უნდა, თქვენი თავია, იმიტომ რომ თქვენ თუ ხშირად ხართ ხოლმე ხაზს ქვემოთ, ხშირად ხართ დაძაბული, შეშინებული, ანერვიულებული, არ არსებობს, რომ თქვენმა ამ მდგომარეობამ არ იქონიოს გავლენა სხვა ადამიანებზე და ამიტომ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად ჯერ თქვენ თავს უწამლოთ და მერე მოკლედ შეეცადოთ, რომ გუნდის წევრებსაც დაეხმაროთ ამ მიმართულებით. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მესაუბრა ამ ვიდეოში. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.